დილიშვიძე ვდგებოდი ხომ რომ მერაბი ჩხუბი მეყურებინა, ახლა დილიშვიძე ავდექი რომ მერაბს დავხდე. წამოხახს გავესაუბროთ და იქნებ მერაბით ჩავწერო რამენაირად. ამ ცხენებს რამდენი მერაბის ძალა აქვს? რა ვიცი, ბევრი, ძალიან ბევრი. ნინას რასაჭველი გავაშინჯოთ პირველი თქვენი აზრით? ნიკალი იასნია, კაი, ხაშლამა, კახური, ფიზიკური. ნინა რო ხაშლა მაჭავს, ეგმანა, ხა მეტია რა ფერი არ მინდა. მე ფაიტონე მე შენი ეტელითო მინდა ქვეყანა შემოვიარო. ქვეყანა არა, სულ ორი. მე ფაიტონე შენი ეტელი. სულ ორი. მინდა სულ ორი შემოვიარო. დაბურძგლა. ზენო მე არ განება შენს გამოდები. ჩვენთან ერთად არის უმარ ნურმაგომედოვის ფანი. არ ვარ უმარის ფანი. უბრალოდ თეთრი ფავახია. მე მინდა რომ მერაბ დვალიშვილს დავუდგათ ძეგლი. უნდა იყოს რამე განსაკუთრებული ფორმის. აი, როგორი ფორმის ძეგლი დავუდგათ მერაბ დვალიშვილს? უმარისთან პირველად კამარი რომ ისე ჩემი აზრით. ხო, კამარი როს შემოუხვიეს რა. ის Monster Energy უნდა იყავს ხელში? აი არ ვიცი ახლა. ნუ Monster-ი თუ გადაიხდის ფულს? ხო, თუ გადაიხდით მაშინ იყოს. შონომალი რო ყავს მოკიდებული. ზურგზე. ზურგზე. შეხუდვარ ჯობია, ანუ ოლიმპიური ჩემპიონი რო ზურგზე ყავს მოკიდებული და ორი UFC-ის კამარის მფლობელი. კი, ეგ ჯობია, მაგრამ Sky ვარიანტი იქნება. ხომალი უფრო ფერადი იქნება. ხო. ცისარტყელა. ხო, ლამაზ ფერებში იქნება. ეს გასაღები მერაბს უნდა გადაცეთ? დიახ. მე ვარ კომპანია Sphero Holding-ის წარმომადგენელი. ჩვენი კომპანია ყოველთვის მხარში უდგას ქართველ სპორტსმენებს, იზიარებს მათ ამ გამარჯვებას და დღეს გრიგოლეთში პრემიუმ კლასის აპარტამენტი გვინდა რომ საჩუქრად გადავცეთ. ანუ სპორტსმენებს გადაცეთ ბინებს. დიახ. ოპა! ერთი, ორი, სამი. ნინა დრამას ბინა არ უნდა? ვიფიქრებთ ამაზე. აქამდე უნდა გეფიქრათ. აქამდე უნდა გეფიქრათ. მოდი ეს მერაბი რო არ შევარცხინოთ, ეს ნინას გადავცეთ. ძალიან მინდა რომ მერაბს დავუდგათ ძეგლი რა, უნდა იყოს სპეციფიური ძეგლი, ისეთი რაღაც რაც მერაბს უქნია. მაგალითად მე მინდა რომ შეხუდრო ზურგზე ყავს შემოგდებული ეგეთი ძეგლი იყოს. თქვენ რომელი ძეგლი გაგიწოდებათ, როგორი ძეგლი? ვარიანტია. ეგეც. ორივე ხო. ომალი და შეხუდვარი. ორივე. გადაგიდებული ბეჯებს. ბაზარია რა, იცი რა, და თითით აკეთებდეს ესე რა, უმარი რო დააგდო ძირს, ხო იცი და დაცინოდეს უმარს. კი, მაგარია. აქსეული უმარი პროჭინო უჩას ზემოთ. მაგარი. აი ვარიანტია. ამოტრიალებული უმარის ძეგლი რო დგას პროჭინო ზემოთ. ესე იგი, ქართველ ამერიკელი ხარ შენ? ხო. და დასასრულს ეგრეგაცია, ჩოხა და შორტები. ხო. მერაბის ამდენ ჩხუზე ხარ ამყოფი? ორი. ორი. მილიონერი ხარ შენ, აგიყურებ. არა, I wish. No, ჩემი godfather არის Zaza Pachulia, so he got me closer to Merab. Zaza Pachulia. ხო. Remember, nothing easy. ხო, Nothing easy. always train. Okay, nothing easy. როგორი უნდა იყოს მერაბი ძეგლი? ოქტაგონზე რომ იყო ამ ხტარი UFC-ში შონომალი, უმართან რომ მოიგორძალა. ესე რომ ზის ზემოთ და ის ტიპი უნდა ეკაჩაბოდეს ქვემოთ, ჩამოდი ეგეს უნდა იდგეს ეგ რა, აბა უნდა იყოს ქვემოდან რა მერაბი ზემოთ და ეს რო აგინებს. Are you crazy? You stupid motherfucker რო ამობს. ეგ რაც უნდა. ეგეც უნდა იყოს. აი ეს ვიღაცა მახინჯი კაცის ესე უნდა ეკაჩებოდეს. რატო ჩაიცვი ეს? რავი, პროსტა რა მქონდა და მოვიცვი რა. ის რაც გქონდა? ხო, მერაბ მეგობარო, ამიტომ ხო იცი რას უნდა ქნა? არა, ჩემთან არაფერი. არა, უნდა გაჩიკოს კაცო, ზედა უნდა გაჩიკოს თავისი. მერაბი ძეგლი უნდა დაიდგას რა. შენი აზრით, როგორი ძეგლი უნდა დაუდგათ მერაბს? აი რას უნდა აკეთებდეს? ძირდაგდებულს უნდა ურტყავდეს ალბათ. ვის? შონს, ანუმარს. დროში თხელში, როგორც პატრიოტ ადამიანს შეეფერება. კი ბატონო. ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ეგ მოუხდება რა. მერაბი იყო ბავშვობიდან ეგეთი. იცნო ბავშვობიდან? კი. რამდენი წელი იცნო? დაახლოებით 10 წლიდან. რამდენი წელი იტყუებოდი რომ ეს ნაცემი მყავსო? მერაბი ნაცემი მყავს. ხა მოგიტყუები ახლა თქვი. არა, მომიტყუებია. მერაბისთან მე ხომ ეკუთვნის ბრძოლა ერთი. კი, ერთ ჩასანიშნია ხო და აუცილებლად. მე უმარს თუ ეკუთვნის რა, მე რატო არა? რატომაც არა. ოჯახწევრები ხართ? როგორი ოჯახწევრები? ფეიდაშვილი. ფეიდაშვილი. თქვენ რას ფიქრობთ, როგორი ძეგლი უნდა დაუდგათ მერაბ დვალიშვილს? ეს ზურგზე წამოკიდება ხო მერაბს ძალიან მოსწონს და მე ვფიქრობ, რომ კარგი იდეაა. ხო, განსხვავებულია. ბავშვობაში თქვენს გიდებდათ ხოლმე ზურგზე ბიძაშვილებს? კი. მე განსაკუთრებით. ხო რა. არა, ესე ძალიან საყვარელი იყო. მერაბი სულ პატარა მახსოვს, სულოში რომ ჩავედი, აი არ ძალიან პატარა იქნებოდა ცხენზე იჯდა და ეს ჩემ ბავშვობაში ისე დაილეკა რომ ეს პატარა ბავშვი თან პატარა ხო ფიზიკურადაც ხო პატარა იყო და ისედაც პატარა ბავშვი რომ ამხელა ცხენზე დავინახე ეს იყო ჩემთვის ძალიან საოცრება და ეს მახსოვს თან დიდი სხვაობა არ არის ჩვენ შორის ასაკებით და ძალიან დამამახსოვრდა ეს მომენტი და აქედანვე ეთყობოდა მერავს თავი. ო, ბავშვობაში მაინც იცოდა ცხენზე ჯდომა.
იმიტომ რომ გახსოვს ხო ცხენი რო გადმოვარდა და ძრო ათრია ცხენმა. როგორ არა მახსოვს. მერაბი ჩამიკოს, აი ხა ნახავ თუ არ ნახავ არის, მაგრამ ჩამიკოს. თქვით რომ ერთი პუტკუნა ბიჭია თქო, მასაც ძალიან უყვარხარ. ესე იგი, ძეგლი ომალი ხომ ხარზე ყავს მოგდებული და რუსი ფეხქვეშ რო დავაგდოთ ძირს. და თითი რო ესე გავუკეთო. აი ესე რო. ბევრი რაღაცა გავუკეთებია ცხოვრებაში, აი რომელ მომენტს გააძეგლებდი მერაბისას. ტრამპთან რო გადახტა მერაბ. და ტრამპის ძეგლი დავდგათ? არა. ახლა რა პრინციპული ბავშვია ტრამპის ძეგლი არ გვინდაო. აი ეს პრინციპულები უნდა ვიყოთ ქართველებო, ჯიგარი ხარ. როგორი ძეგლი უნდა დავუდგათ მერაბ დვალიშვილს? ხელები უნდა ჰქონდეს აღმართული ეს ორი ხელი. ეგეთი ძეგლი უნდა დაუდგათ. უბრალოდ ეგეთი. უბრალოდ აი ეგეთი ძეგლი უნდა დაუდგათ მე რა. აქ ვერსიები იყო რომ ტრამპთან რო გადამხტარია და ხელს ართ მევსო. არა. მე მქონდა ვერსია რომ სეხუდო რო ყავს შემოგებული თან სეხუდო ძეგლიც გვექნება ბარემ. მაშინ ომალი. არა, აქეთ ომალი ეგეზე ხუდო და უმარს რო ესე უკეთებს. მაშინ ომალიც და სეხუდოც და სამივე ძეგლი გვექნება. ბავშვია რა. კაი ვერსია. კი. კაი ვერსია. სამი ჩემპიონის ძეგლი გვეთქვევა. ჩემპიონის ძეგლი იდეალური. ის რო არის ხო იცი სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი რო არის. ეგ იქნება ხო ნახა UFC-ს რა. MMA. Bantamweight-ის მინიმუმ. რა ვანახოთ ნინა დრამა საქართველოში. მეცაც გეტყვი. ლადონას უშვილი ვანახოთ. ლატონაც. მადლობა. Nina, this is high level wrestling. High level wrestling. აი სადისწავლა მერაბამ ჭიდაობა. დღეს რაც მინდოდა ის მივიღე. ეხლა ფიქრობთ მერაბი ვერ ჩაწერავ რა მიიღო, არა? ნინა დრამამ გამიღიმა. გადაცემის წარმოდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.